ჩემ განკარგულებაშია, რო იცოდეთ. ტვირთის პირველი პარტია უკვე შემოვიდა საზღვარზე. პირველი პარტიაც და მეორეც და მესამეც პარტიებზე მოდის, რომ უკვე ხტევა აღარ არის. ასე ფორმულას კითხვებს ბიზნესმენი ვალერი ქოჩიაშვილი პასუხობს, რომელიც საქართველოში ქვანახშირის და ლითონის შემოტანას უკრაინიდან გეგმავს. თუმცა საქმე ისაა, რომ საუბარი უკრაინის ანექსირებულ ნაწილზეა. ქოჩიაშვილის კომპანიამ ხელშეკრულება ეგრეთ წოდებული დონეცკის რესპუბლიკასთან უკვე გააფორმა. ეს ფოტო სწორედ დონეცკშია გადაღებული და ხელშეკრულების გაფორმების მომენტს ასახავს. ცნობა ამის შესახებ პირველად რუსულმა სამთავრობო წყაროებმა გაავრცელეს. თანაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეთანხმება საქართველოსთან გაფორმდა. რუსული მედია წერს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების მხოლოდ დასაწყისია. კითხვებზე პასუხის გაცემას არაპირებთ სერიოზულად რომ ვისაუბროთ ბატონო ვალერ. მაშინ მიპასუხეთ თუ შეიძლება. საბაჟოზე რაიმე დაბრკოლება შეგექმნებათ ეს ტვირთი რომ შემოვა საქართველოში? დაბრკოლება თვითმფრინავებით წამოვიღებ. ანუ საქმის კურსში სახელმწიფო უწყებები ჩაყენებული ყავს? სახელმწიფო და თელი სახელმწიფოს ბიუჯეტის დახევარი ჩემ განკარგულებაშია. ივანიშვილს ასკურებს დავაჭრი. რაიმე დაბრკოლება არ შეგექმნებათ ოკუპანტ ქვეყანასთან რომ თანამშრომლობთ? ხერხულობაც არ გექნებათ? ელი ბიუჯეტი და თელიზე ჩემზე იმუშავებს. რეალიზაციას სადაპირებთ ამ ქვანახშირის? რეალიზაციას ამერიკაში უნდა წავიღო მეთქი, არ ვერ გაიგე? სინამდვილეში მართლაც არის თუ არა ქართული ოცნება ჩართული ვალერი ქოჩიაშვილის ამ ბიზნეს წამოწყებაში და რა ფორმით. იმის მიუხედავად, რომ ქოჩიაშვილი დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკასთან ვაჭრობას ღია დაანონსებს, არც ერთი სამთავრობო უწყება ამ ცნობას არ გამოხმაურებია. არადა ამ გეგმის შესრულება სანქციების დარღვევას ნიშნავს, თანაც ევროპულის, ბრიტანულისა და ამერიკულის ერთდროულად, ანუ დემოკრატიული სამყარო მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ დონეცკთან კავშირი სწორედ კრემლთან კავშირსა და მის დახმარებას ნიშნავს. ეს კი მძიმე სანქციებით ისჯება. საქართველოს საზღვარს თუ გადმოკვეთს ტვირთი, რომლის იმპორტი ესე იგი აკრძალულია სანქციების გამო, მაშინ რა თქმა უნდა ეს უკვე არის იმ ქვეყანაში, ესე იგი ხელისუფლებაში მყოფი ძალის და კონკრეტული ინსტიტუციების პასუხისმგებლობა, ხო? ანუ ეს დადგება აუცილებლად მათ მოთხოვნის პასუხს, ისევე როგორც მოთხოვეს ყულევის სპორტზე. კონკრეტულმა ბიზნესმენმა თქვა, რომ მე მაქვს გეგმა სანქციების გვერდის თავლით ვაკეთო ბიზნესი, ახლა უკვე მთავრობის და შესაბამის ინსტიტუციების პასუხისმგებლობაა, რომ არ დაუშვან ეს სქემა, ამ სქემის ამოქმედება. ეჭვს, რომ ქოჩიაშვილი დონეცკთან ვაჭრობის წამოწყებას ოცნების მხარდაჭერის მოლოდინით ცდილობს, ამყარებს ცნობები რამდენიმე თვის წინანდელი არქივიდანაც. 2025 წლის მაისში სწორედ ქოჩიაშვილი იყო პირი, რომელიც ბათუმში გერმანიის ელჩსა და მის მეუღლეს ფიზიკური ანგარიშს სწორებით დაემუქრა. შედეგად კი ის მხოლოდ სიმბოლურად 1000 ლარიანი ჯარიმით დასაჯეს. გერმანიის ეჯაკირა გასაფუძყებს პანჩურები უნდა უთხრას, ვით საქართველოს წინააღმდეგარი თავი მოჭრა. გინა ელჩი იყოს, გინა მელჩი იყოს და გინა ბელჩი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. არადა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეროვნული ხელისუფლების პირობებში წესით ქოჩიაშვილი ახლა სუსში უნდა იჯდეს და იმის გამო, რომ ოკუპანტის სასარგებლოდ საერთაშორისო სანქციების დარღვევას ღია დაანონსებს, გამომძიებლების შეკითხვებს უნდა პასუხობდეს. დონეცკი არის ოკუპირებული, საქართველოს აღიარებული აქვს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და შესაბამისად აი ამ ქმედებებიდან გამომდინარე უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორ აპირებს ეს ადამიანი იმპორტ-ექსპორტის განხორციელებას, გინდა საქმნელის გატანას, გინდა შემოტანას. ძალიან მარტივი კითხვები არის, ხო, ანუ საბაჟოზე როგორ აპირებს მაგალითად ექსპორტის განხორციელების დროს საბაჟო პროცედურების განხორციელებას ან იმპორტის დროს, ხო, ანუ უფრო დიდი პრობლემა არის საერთაშორისო სკანდალი არის, არა თუ რაღაცა ერთი კონკრეტულ რომელიმე პროდუქტზე სანქციების თავის არიდება. ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით. დონეცკის არაღიარებული ოკუპირებული რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთან რაღაც ჭიდრო კავშირებზე და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და არის ეროვნული პროვოკაცია. ეს იგივეა, რომ რომელიმე სახელმწიფომ უკრაინამ ან თუნდაც სხვა ევროპულმა სახელმწიფომ ჩვენმა მეზობელმა დაიწყოს სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, აფხაზეთთან და როცა ჩვენც თავად ვიმყოფებით მსგავსი სიტუაციის წინაშე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვეკიდებოდეთ მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს და მოქმედებებს.
ოცნების მიმართ უნდობლობას ყულევის გამოცდილებაც აძლიერებს. სწორედ ყულევის პორტი იყო ის ადგილი, საიდანაც ივანიშვილის პარტია რუსეთს სანქცირებული ნავთობის ევროპაში გასაღებაში ეხმარებოდა და ჩრდილოვანი ფლოტის გემებსაც იღებდა. ამაში რეჟიმი რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა ამხილა და მხოლოდ იმ პირობით, რომ ოკუპანტთან თანამშრომლობა შეწყდებოდა, პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო. ახლა კი პარტიას სიტყვაზე უნდა ვენდოთ. პაპუაშვილმა თქვა, რომ დონეცკთან ვაჭრობას სახელმწიფო არ დაუშვებს. რისკს ვერ ხედავ, ვინაიდან ჩვენ შეზღუდვები გვაქვს დაწესებული დონეცკის ტერიტორიებიდან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ასე რომ ეს შეუძლებელი არის, რომ რაიმე ვაჭრობა ხდებოდეს. ყულევის პორტის სკანდალისა და ჩრდილოვანი ფლოტის მომსახურების შემდგომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქოჩიაშვილის კომპანიის საქმიანობა დიდი ჯაჭვის ერთი რგოლია, რომელიც დარწმუნებულია, რომ ანტიდასავლური აგრესიისა და საოკუპაციო რეჟიმთან კოლაბორაციისათვის მას საქართველოში არავინ დასჭის. ის რომ ადამიანი, რომელიც ღია თავს დაესხა საქართველოს მოკავშირე ქვეყნის ელჩს, მის წარმომადგენელ საქართველოში და არამც თუ დაისაჯა, არამედ აგრძელებს ბიზნეს საქმიანობას, მათ შორის სავარაუდოდ სანქცირებული სხვადასხვა ტიპის პროდუქციის საქართველოში შემოტანით, თქმა უნდა დასტური იმის, რომ ამ ყველაფრის არამხოლოდ ხელშემწყობი, არამედ თანამონაწილე არის თავად რუსული ოცნება. ღია წყაროების მიხედვით რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასიდან ქვანახშირის სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გატანისას რუსულ პროდუქტად ფორმდება და მისი ათვისების ბაზარს ძირითადად ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი წარმოადგენენ. თუ ჩამონათვალს საქართველოს დაემატება, სავარაუდოდ ოცნებაც ამავე სქემას გამოიყენებს.